დღე მშვიდობისა. აი რა არ მიყვარს ზამთარში ის რომ ცოტა მზიანი ამინდებია და ისეთი შთაბეჭდილებაა ხოლმე თითქოს აი როგორ ვთქვათ აი დილაც და საღამოც თითქმის ერთნაირია. სულ განსხვავებაა ხოლმე. ეს მოხრობლული ცა და ეს თეთრი ცა რაღაცა თითქოს უფერული ქუჩები ხედავთ უკვე ჩვენ ჭადრის ხეები როგორ არის გაძარცული ფოთლებისგან და მოკლედ ესეთი ამინდია გარეთ. აფთიაქი რა არის ის ოპტიკაში ნადის ხედგას აქედან არ ჩანს კარგად. ძალიან მიყვარს როცა საახალწლოდ აფორმებენ ხოლმე მაღაზიებს, მაგრამ სამწუხაროდ აი ქსელს სადაც მე ვმუშაობდი გინდა ორნაბეჭში, გვირილაში, ნიკორაში არ იგრძნობა ეს. არა ჩემ ბავშვობაში მახსოვს ყველა პროდუქტის მაღაზიაც კი მორთული იყო, რაღაცნაირად საახალწლო განწყობა იყო და იგრძნობოდა ის რაღაც ზღაპრული და არ ვიცი ჩვენ მაგალითად რომ ვცადეთ რაღაცა თვითონ თანამშრომლებმა რომ რაღაც გაგვეხალისებინა ეს საახალწლო განწყობა შეგვეტანა. მახსოვს აბადოკები იყიდა ჩვენმა მენეჯერმა მოკლედ აბადოკები აი ეს ნაძვის ხეებით და იმითი რომ არის ეს პრუჟინებზე და მოკლედ გვეკეთა რაღაცა დროით თვითონ ესეთი ფორმით გვინდოდა რა საახალწლო განწყობის შექმნა. დობის საჭმელს ვთხოვს, კაფე უხმოთ დაყვება გვერდზე, ორივეს მაგივრად ლაპარაკობს თობი. ახლა ვაჭმევდა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ისეთი სახეებით ვიყურებენ. ხა ჭამდებიან, მაგრამ აი, ნელა. და როცა გაფის ვაძლევს საჭმელს, უნდა ნახოთ, როგორ იღრინება. საღამო მშვიდობის. მოკლედ ცოტა ხნის უკან გავაცილებ და ეხლა ვხარშავ მაკარონს. ხო ვერ მეტყვის სოსო რატომ მემალება იქით. კამერა აქეთ მაქვს მოშველი და იქით რა სიცივე შემოდის? მოიცა ფანჯარა ოდნავ მაქვს შემოღებული დავხურო? თუ ჩემო არ ჩაფლავდეს ეხლა მაგას ვუყურებ. ხო, ეხლა კი ვიფიქრე მეთქი ხო არ გადავიღო ვანდასთან ერთად ვიდეო თქო, მაგრამ დიდი ხანი რომ არ მილაპარაკია ვანდასთან, მოკლედ რაღაცნაირად ვერ ჩავთე. ხო და რა მალე გაკეთდა. რაღაცა საფუჭებს კატა. რომელი ხარ მანდ? გაფი ხო? მე რანაირი მაკარონია გავსინჯო. ეს ვანდამ
მომიტანა მაკარონი და უცბად იმას მიდი რა ერთი ნახე რა საკეთებს კაფე ზათ არის უკვე იბა საკეთებ კაფე რა აჰა მომზადებულა ბატონო და მე კიდე კისელივით მოდის წყალი სოსო მან ხარ? კიდე რაღაცა საფუჭებს. სადა ხარ? შენ კი არა. ეს ასე ხო და ესა რა ქვია? სხვათა შორის ადრე რომ მოდიოდა ხოლმე, უფრო ჩქარა გარბოდა ხოლმე სახში და ეხლა ცოტა უფრო დიდხანს გაჩერდა და გამიხარდა. დღეს თურმე ისვენებდა და მე მეგონა რომ დილის ცვლა იყო და საღამოს მე შემომიარა. აჰა, всё. რაღაცა უცნაური მაკარონია. უცნაური მაკარონია. რაღაცა რომ ჩაცმდასავით. ჩემთვისაც დავიდებ ცოტას. Хон Pandas გავასინჯე ბორში. მოეწონა. სხვათა შორის რამდენჯერაც რა უნდა გავაკეთო ბორში, ყოველთვის სხვადასხვანაირი გემოზე გამოდის. ერთხელ რაღაც ექსპერიმენტი ჩავატარე, ისეთი კაი გამოვიდა და ვერ დავიმახსოვრე, როგორ გავაკეთე. ესეც ასე. რა ხდება მან? ზერო რაღაცა ძალიან საიჯეს თავი. Gabia? Nu, gata. Ja, werd dat goed, weet je. ხოდა ესე მოკლედ აბზინდა ვიყიდე
და ნახოთ მოვსინჯავ როგორია რა სიზამს რა შედეგს გამოიღებს ძალიან მაინტერესებს რავი ძალიან აქებენ სხვათა შორის და რატო აქამდე მე მიყვარს კიდე ის რო არის არ ვიცი თუ გაგიგიათ კრაზანას ჩაის რო ეძახიან დასავლეთში ძალიან ბევრია არ ვიცი აღმოსავლეთშიც არის ალბათ მაგრამ მე უფრო დასავლეთში როგორც სარეველა ბალახი ისე ამოდის ეს ყვითელი ყვავილები აქ ცოტა მაღალი იზრდება და ძალიან სასარგებლოა არ ვიცი მაგის ჩაის რო დავლევდი ხოლმე თავი რა ვიცი ახლად დაბადებული ვით მეგონა ისეთ გრძნობაზე მოვყავდი სულ რაღაცა უნდათ ამ კატებს აბა ვნახოთ სულ მეცილებიან ყოველთვის დამიჯდებიან და სუპირში მიყურებენ ვისაც კატა ყავთ აბა ყველა კატა ესე იქცევა თუ მარტო ჩემები არიან ესეთები მიუხედავად იმისა რაც არ უნდა ნაჭამი იყონ ორივე სუნაგები არ ვიცი მეგობრებო რატომ მიყვარს მაკარონი ასე ძალიან მეც და სუსსაც და სხვათა შორის ყველაზე ესეთი ის არის საკვები ანუ დიეტური რა სასა ჩვენ ერთად წავიკითხეთ მაშინ მაკარონი მოხარშვის მერე უფრო ისა იმატებს კალორიასო თუ რაღაცა ეგეთი დამამახსოვრდა რა მე ხარ მე თვითონ დავფიქრდი მეთქი რატოა დიეტურად აღიქმნება თუ კალორიას რამდენ რამდენს იმატებს მოხარშვის დროს კალორიას იკლებს ხო ანუ შრალი რამდენი კალორისაც არის ის მოხარშვის დროს კარგავს კალორიას მე რატომ მახსოვდა პირიქით და მეთქი აბა რატო ითვლება დიეტურად თქო მაკარონი და თან აშკარად ახლა პრაქტიკაში როგორც ვატყობ წონაში აშკარად გეხმარება დაკლებაში მოხარშული მაკარონი რა ცხოვრებაში არასოდეს არ ამიწონია საჭმელი თებს თავისი წონა აქვს საკვებს თავისი მაგრამ ერთი რაღაცა მაქვს მოდით ესე ვთქვა დამოუკიდებელი რომ როცა ბევრს მივირთ მე ბევრს არ აქვს მნიშვნელობა რა არის პური საკვები რაოდენობას მე ბევრს როცა მივირთ მე ერთხელ ოჯერ სამჯერ ეჩვევა ორგანიზმი და მე რაღაცა ცოტას რომ მივირთო არ ყოფნის ორგანიზმს და ითხოვს მაგრამ როცა მიაჩვევ ცოტაოდენი საკვების მიღებას ანუ კუჭის უკვე იწყებს დაპატარავებას და შესაბამისად მე მაგალითად მახსოვს ადრე ისე ვიყავი რომ რო წავიდოდით თქვათ სახინკლეში დავსხდებოდით ხოლმე და ყველა უკვეთავდა ამდენს და მე სამს რო ვიტყოდი რა სამბაფო სამი მეთქი ეგეც ბევრია ჩემთვის თქო და ვერ იჯერებდნენ და როგორ იცით აი ერთს მივირთმევდი მეორეს და მესამეს აი მართლა უკვე კულტურის გამო რომ მივირთმევდი რა არ ვფიქრობ ხო აი ესეთ დონეზე მქონდა კუჭი დაპატარებული და შესაბამისად ტანწერწეტაც ვიყავი ანუ თავარი არის რაოდენობა მე ესე მგონია
ის რო კალორიებს ითვლიან და რაღაცა ესეც რაღაც იმათ მიმაჩნია. ის მაღალ კალორიას ახლა ცოტას თუ მიირთმევ ხო თავისთავად. გაფი. მაკარონი გინდა? მოჩუნჩულდი, მოდი. აჰა, სათხარ. მოდი. გაფიმ ვანდას არ მოაფერებინა. უკბინა კიდევაც. და არ და პირიქით, ახლა ვანდას ყოველთვის შეფერებიან კატები. დღეს არ დაემართა, არ ვიცი. ანუ რა დაემართა კატებს. და ის რა ქვია. მე ხო ნიშვიათად ვეფერები, არ ვეფერები, არ ვეხები. არ ვიცი, რატომღაც არ მიყვარს რა ეს. თუ მოვეფერე. არ ვიცი, ძალიან მიყვარს ორივე, მაგრამ ეგრევე გავრბივარ და ხელებს ვიბან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემები არიან და სახლიდან არ გადიან, არ შემიძლია და ეს წიკები მაქვს რა მოკლედ. ხო და ხალი მიუშვირე, გაფის. აი მე მოვიდა, გამომეხახუნა, წამეთამაშა და დადგა ორთადზე ესეთ ათებით და ვანდა იძახის ხედავ, როგორ უყვარხარო შენო. არ ვეფერები მეთქი. ხოდობი. თუ არ გეფერებით. ხანდა ხარ. როცა კარგად იქცევიან. ხო? Gent მოხდე მაი. მოკლედ არანაირი ახალი წლის გაის არ მაქვს. წინა საახალწლო განწყობა. რა განწყობა უნდა მქონდეს? ხელოვნურად შევიქმნათ, ილუზია შევიქმნათ. არა და ხალხსაც არ უნდა ამდენი დაგრუზვა ამდენი პრობლემებით და უნდათ რაღაცას დაისვენონ. არა. დობი და გაფი. მოდით გაჭამოთ. აჰა, შენ ეს. ხო და ეს ნახოთ. ვანდამ ძალიან მაგარი სისფარი ნახა. ისეთი მაგარი სიზმარი. თან მაგას რაღაცა უცნაური სიზმრები აქვს ხოლმე. და ამ სიზმარში როგორც თვითონ მომიყვა ღმერთი დაეშვა ზეციდანო და მას მოყვაო ანუ მეომრები რა ეს ანგელოსები და მოიცა რამდენი თქვა რაღაც რამოდენიმე სართულიანი სახლების სიმაღლისები იყვნენო აბჯარშიო რაღაც ესეთ იმაშიო დაუწყობილები ერთის მხრივ შეიძლება ვიფიქროთ ცუდად მეორე მხრივ შეიძლება კარგად რომ ანუ ღმერთმა დაგვიცვას დაგვიფაროს და მეორე მხრივ ეს აბჯრიანი რატომ მოკლედ არ ვიცი ვნახოთ აბა როგორ ასრულდება ვანდას სიზმარი არა გაფი სახით მეყურებს აჰა შენ ესეთი ამბები ვუყურებ ნაძვის ხეს ვუყურებ
აი ეს რო ვრთავდი ნაძვის ხეს, ხო, მაშინ კიდე ხო რაღაცა ცოტა რაღაცა გრძნობა მქონდა საახალწლო. მე რაღაცას გაქრა. აი მოვლენების გამო ოღონდ ნუინჩხუბებთ. დიდი გრინჩი დაიარება და გვიფუჭებს. მარტოშობა ახალ წელს კი არა, საერთოდ ყველაფერს. ნეტა ვინ არის ის გრინჩი? ვის არ უნდა? ხალხისთვის კარგი. მე იტყვიან რა ის არის, რა ეს არის, რა ლაპარაკიო. სატანა ბობოქრობს ჩემი აზრით. მართლა. კარგით მეგობრებო, დღესა ესეთი არაფრის მთქმელი დღე მაქვს, მე პირადად. ერთი ის იყო ცოტა გავხალისდი, რომ ვანდა იყო მოსული. ეხლა ჩვენთან გელოდებითო, ხო და მედია ამ დღეებში გავალთ იქითაც და საერთოდ მინდა რომ იქაც გადავიღო ხოლმე, რომ მივდივარ ხოლმე თვითონ იქ სახლში ჩემებთან და ცოტა უფრო საინტერესოც იქნება. ხო და მოკლედ აი ესე ჩაიარა დღე, არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო და всё. ხვალ არ ვიცი, მოკლედ ხვალ არაფერი ისეთი გეგმა არ მაქვს და იქნებ გავსულიყავით ჩემებთან, არ ვიცი, მოკლედ მოვიფიქრებ. ძალიან უაზრო დღეები მაქვს მე, ძალიან მოწერილი. რაღაცა იცით, ხანდახან მაქვს ხოლმე ესეთი დღეები, რა თქმა უნდა, ხშირად არა. დიდება უფალსო ხშირად არ არის ესეთი დღეები. ამ ბევრ რაღაცაზე რო ჩაფიქრდები ადამიანი. კარგით, მოკლედ დაგემშვიდობებით. ხვალამდე გაკოცეთ აბა.